მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება თანამედროვე ხერხემლის ნეიროქირურგიული საოპერაციო. ეს არის ჯექსონის სპინალური, ანუ ხერხემლის მაგიდა, რომელიც მე პირველად ნახე 2017 წელს ამერიკაში და მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ საქართველოში და ჩვენს კლინიკაში ქუთაისში შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი მაგიდის გამოყენება. რა უპირატესობა აქვს ჯექსონის მაგიდას ხერხემლის ქირურგიაში? ამ ტიპის მაგიდის დროს პაციენტი სრულად აერში არის. ეს მაგიდა არის მთლიანად კარბონისგან დამზადებული, რასაც შეუძლია რიგი უპირატესობების მოტანა. მაგალითად, ხერხემლის ქირურგიის დროს, როდესაც რობოტულ ნავიგაციურ ქირურგიას აკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ოპერაციის მსვლელობის დროს გქონდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და გამოსახულება, რომელიც იქნება ოპერაციის დროს გადაღებული. ამ ტიპის ოპერაციების დროს ჩვენ ვიყენებთ 3D გამოსახულებას, მაღალი ხარისხის გამოსახულება რომ მიიღო, აუცილებელია მაგიდა იყოს კარბონისგან დამზადებული და ნაკლები არტეფაქტი ქონდეს ამ სურათების დამუშავების პროცესში. მაღალი ხარისხის გამოსახულების გადაგზავნა მოახერხო ნავიგაციაში, ხერხემლის ნავიგაციაში, რომელიც ეგრეთ წოდებული GPS სისტემას წარმოადგენს და ოპერაციის მსვლელობის დროს გაძლევს რეალურ სურათს პაციენტის ანატომიის. თანამედროვე ხერხემლის და უსაფრთხო ქირურგიის შესასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანი არის ნეირომონიტორინგის გამოყენება. ნეირომონიტორინგით შეგვიძლია შევაფასოთ რუგის ტვინისა და ვთქვათ ნერვების ფუნქცია და ის შიში, რომელიც ხშირად ახრავს ხერხემლის ქირურგიას, ექიმო ხომ არ მექნება ოპერაციის შემდგომ მოძრაობის შეზღუდვა, ხომ არ მექნება ვთქვათ ზურგის ტვინის დაზიანების გამო გამოწვეული დამბლა, ეს ფაქტიურად ძალიან მინიმუმამდე არის დაყვანილი აი ამ თანამედროვე მოწყობილობებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მოწყობილობები, ჯექსონის მაგიდა, ინტრაოპერაციული ნავიგაცია, ნეირომონიტორინგი, მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია, მიკროსკოპი, როდესაც საქმე გვაქვს კომპლექსურ ხერხემლის ქირურგიასთან. კომპლექსური ხერხემლის ქირურგიაში იგულისხმება დეფორმაციის ქირურგია, ანუ ესე ვთქვათ ხერხემლის დეფორმირება, ხანგრძლივი დეფორმაციის კორეგირება, დეფორმაციის გასწორება, ხანგრძლივი ოპერაცია, რომელიც გრძელდება რამოდენიმე საათი. ამ დროს პაციენტი ამ ტიპის მოწყობილობების დროს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს, როგორც ოპერაციის მსვლელობის დროს, ასევე ოპერაციის შემდგომ გართულებების ალბათობა გაცილებით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საოპერაციო 40 კვადრატზე მეტი არის, როდესაც მსგავსი ტიპის რობოტულ ნავიგაციურ ქირურგიის შესრულებას ვიწყებთ და საოპერაციო შემოდის ჯექსონის მაგიდა, ინტრაოპერაციული 3D გამოსახულება, ნავიგაცია, თანამედროვე სტანდარტებით აუცილებელი არის გაცილებით უფრო დიდი ზომის საოპერაციო, რომ მსგავსი ძიმე ინტრაოპერაციული ტექნიკა მოთავსდეს საოპერაციოში. ჩვენ უკვე რამოდენიმე კვირაში ჩვენს კლინიკაში გვექნება ულტრათანამედროვე, როგორც სპინალური, ასევე თავის ტვინის ქირურგიის საოპერაციო და ამ საოპერაციო ზომა 70 კვადრატზე მეტი არის. მე მოხარული ვარ, რომ მსგავსი ჩარევები უკვე შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს. მსგავს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან უკვე პაციენტებს წვომა აქვს ჩვენს ქვეყანაში საქართველოსდან გაუსვლელად.